შეკითხვას რაც შეეხება ასეთია მიმდინარე ცვლილებების ფონზე, სად და როგორ ხედავთ საქართველოს ადგილს ახალ მსოფლიოში და კვლავ რჩება თუ არა ნატოში და თუნდაც იგივე ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების მთავარ გარანტად. ბატონო ზურაბ. მოგესალმებით, გილოცავთ ხარების დღესასწაულს. მადლობა, მეც გილოცავთ. მე ვერ დავითანხმები წინა გამოსვლას, რომ სოფლიო წესრიგი არ შეიცვალა, იმიტომ კი არა, რომ ადრე ომები არ იყო და ეხლა გაჩნდა, არა. შეიცვალა იმიტომ, რომ რა ლოგიკაშიც ოპერირებდა საბჭოთა კავშირის დაშლის მერე მთელი სოფლიო, მაგისი გადახედვა ხდება. იყო ერთი, ასე ვთქვათ, სოფლიო პოლიციელი ამერიკის შეერთებული შტატების სახით, რომელიც სადაც უნდა პრინციპში თავისი რკინის ხელით ამყარებდა თავის ნებას, ახლა ეს ეჭქვეშ დააყენეს მთელმა რიგმა ქვეყნებმა და ხდება უკვე გავლენის ზონების გადანაწილება. ამიტომ კი სუფთა პოლიტოლოგიურად ერთი ფორმატიდან მეორეზეა გადასვლა, რაც შეეხება ნატოს თემას. ჩვენი პარტიის კონკრეტული ხედვა არის, რომ ეგ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციიდან ამოსაღებია, იმიტომ რომ მარგი ქმედების კოეფიციენტი აქვს მინუსში, ანუ უსაფრთხოების კუთხით არაფერს არ გვმატებს და საფრთხის კუთხით ფაქტია, რომ უკრაინის მაგალითო აჩვენა, რომ საფრთხეებს ზრდის და ზოგადად უკრაინაზე გაკეთებულმა არაერთმა განცხადებამ, რომ ეს ქვეყანა ვერ შევა ნატოში, არა და ომი ძირითადად მაგის გარშემო დაიწყო, მაგ ულტიმატუმის გამო, ომის დაწყებამდე დაახლოებით 9 წელი მაგაზე მიდიოდა ვაჭრობა და ეგ იყო ინიცირების ესეთი მთავარი ნაპერწკალი. უკრაინის ლოგიკა ჩვენზეც ვრცელდება. თუ არ შეუძლიათ უკრაინის შეყვანა ნატოში, ზუსტად იგივე ლოგიკით არ შეუძლიათ ჩვენი შეყვანაც ნატოში და აქ ის საკითხი კი არ არის ზურაბ მახარაძეს ან სანდროს ან ვინმე სხვას რა უნდა ან არ უნდა. ობიექტური გარემოებები ლაგდება ისე, რომ ნატოში ვერ შევალთ და აქედან გამომდინარე ეგ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციიდან ამოსაღებია და ჩვენი ინიციატივაა, რომ ამაზე უკვე რაღაცა საუბარიც და მოქმედებებიც უნდა დაიწყოს. მოდით უფრო მეტად რომ დავაზუსტო, ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება უსაფრთხოების მთავარ გარანტად არ გესახებათ. ნუ ეგ ობიექტური მოცემულობა ეს კი არა, მე მესახება არ მესახება, ეგ რო გვიწერია კონსტიტუციაში, არაფერს ეგ არ აკეთებს, აი დაუშვათ თუ სანდრო მიცის რაღაცა კარგი გზა როგორ უნდა შევიდეთ ნატოში, ეგ გზა იმუშავებს იმის მიუხედავად ეგ ჩანაწერი იქნება თუ არა საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ ეგ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში რო არის რისკებს როზდის, ეგ გაიგო. გასაგებია. რა ბერკეტი და რესურსი აქვს იგივეს გითხავთ საქართველოს საკუთარი ადგილის დასამკვიდრებლად და როდესაც საუბარი არის მსოფლიო პოლიტიკის ძალიან დიდ და მნიშვნელოვან მოთამაშეებზე, როგორ უნდა მოხდეს ისე რომ მათ გაითვალისწინონ საქართველოს პოზიციები. მოდი თანმიმდევრულად მივყვეთ რა. პირველი ეხა რაც ითქვა რომ არაფერია რაღაც ახალი ცისქვეშეთში და ყოველთვის რაღაცა იცვლება კი ეგ უნივერსალური ის არის ყოველთვის შეგიძლია თქვა, მაგრამ პოლიტოლოგიურ ანალიზში ასევე არსებობს რაღაცა ფაზური ცვლილებები, სადაც სისტემური ცვლილებები ხდება. ეხა კი ყოველთვის იყო ომები, ყოველთვის ხალხი რაღაცას ითხოვდა, მაგრამ რო თქვა რომ ეხა საფრანგეთის დიდი რევოლუცია, რაღაცა ჯვაროსნული ლაშქრობები და ეხა რაღაცა დაუშვათ ევროკავშირი არაფერი არ შეცვლილა, ვერ ვიტყვით, ხო, ანუ რაღაცა სისტემური დონის ცვლილებები სამყაროში ხდება და რასაც გადვიხილავთ, ყოველ შემთხვევაში ჩემი პოზიცია და როგორც ხედავ დასწრებს უბეტესობის პოზიცია არის, რომ ფაზობრივი ცვლილება მოხდა სისტემურ დონეზე, აქედან ვიბიჯელებ მე რაც ხდება, ანუ მე მგონია რომ მართლა რაღაცა მნიშვნელოვანი შეიცვალა. ეხა რა მოცემულობა გვაქვს? მოდი დავიწყოთ ძალიან ბანალური რაღაცებით რა. დასავლელი, პრო-რუსი, პრო-თურქი და კიდე ყველა პრო-ქართველის გარდა არის რაც იფიქრა ეხა მაყურებელმა ის ვდილობიანად რომ თქვა ცუდი ადამიანი არის ყველა ერთადერთი სწორი მიდგომა არის საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა. ეგ არის უნივერსალური. ამ საქართველოს ინტერესებს როგორ ხედავთ და როგორ უნდა განვახორციელოთ, მაგაზე შეგვიძლია ვიდაოთ. ეხლა მოცემულობა რაშიც მაგალითად სადაო მომენტი არის და რაც არ მომწონს მე ქართულ პოლიტიკაში, არის მოცემულობა, სადაც ჩვენ ვსჯელობთ ამ გეოპოლიტიკურ თემებზე იმ კუთხით,
რა გინდა შენ, რას უჭერს მხარს და ასე შემდეგ. ანუ ეს ყველაფერი განიხილება, აი მოდი არჩევნები ჩავატაროთ კუთხით, ხო? გეოპოლიტიკური მოვლენების ანალიზი ხდება რეალ პოლიტიკის ლოგიკაში. ანუ ლოგიკაში სადაც თავარი არის ძალა. აი რაც გაირკვა, რა ფაზური გადასვლაც მოხდა ახლა. არის იმისი დემონსტრაცია, რომ საერთაშორისო ინსტიტუტები, ჩვენი რაღაც პარტნიორები რაღაც ნოტას შეადგენენ, რაღაცაზე აღშფოთდებიან, რაღაცას დაგმომენ. ეგ ყველაფერი აღმოჩნდა, ადრეც გასაგები იყო, მაგრამ ილუზია არსებობდა. ეხა როდესაც მთავარი მსოფლიო პოლიციელი ამერიკის შეერთებული შტატები რო ამბობს, რომ აგერ ეხა ვენესუელიდან პრეზიდენტი მოვიპარე, რატო იცი? ნავთობი მინდოდა მაგათ ყველაფერი ფეხსემპი აი ნავთობი მინდოდა მაგათი ხოში მქონდა ეგეთი მოვიპარე ვინ რა ჩემ ფეხებს გააკეთებთ ხო ეგეთი რეალობა რო დადგა ნუ რავი სხვებიც გასაგებია ეგ არის თამაშის წესები ეგრე თამაშობთ ხო დადგა რეალობა სადაც მარტო რასაც აქვს აზრი ეს არის ძალა ვისი დაბომბვა შეგიძლია ვისი არ შეგიძლია და ამ რეალობაში ჩვენ შეგვიძლია ძალიან ესეთი ფართე მსჯელობა ჩავატაროთ ვინ რამდენად კარგია ვის უნდა დაველაპარაკოთ რაღაც გვევასება არ გვევასება ამ ტიპის საუბარი შეიძლება მაგრამ რეალობაში სახელმწიფო მიდგომით ჩვენ უნდა დავთვალოთ ძალიან ბანალური რაღაცეები არის რეგიონი რომელშიც ჩვენ ვართ ამ რეგიონში სამხედრო ძალის პროექცირება ვის შეუძლია, ანუ ვინ არიან სუბიექტები, ვისაც აქ შეუძლიათ სამხედრო ძალის პროექცირება, ვის აქვს ეკონომიკური და დიპლომატიური გავლენები აქ, ამათი თანაფარდობა უნდა დავთვალოთ და მან უნდა გავძვრეთ რამენაირად, რომ აი საქართველოს ინტერესები უპირველეს ყოვლისა რამენაირად შევინარჩუნოთ. და როდესაც საუბრობთ რომ აი ეს ალიანსი მევასება აქ უკეთესი სიტუაცია და რაღაცა პირველი კითხვა ის კი არ არის მაგ ალიანსში რამდენად კარგი სიტუაცია პირველი კითხვა არის მაგ ალიანს შენ რეგიონში სამხედრო ძალის ან უსაფრთხოების პროექცირება შეუძლია თუ არ შეუძლია ჯერჯერობით ობიექტურად იმიტომ კი არა რომ ზურას ან ვიღაცა სხვას ეგ უნდა ან არ უნდა ობიექტურად ირკვევა, რომ ჩვენ სადაც გეოგრაფიულად ვართ, ამ რეგიონში დიდად არც ინტერესი ჩანს სამხედრო უსაფრთხოების ძალის პროექცირების და არც შესაძლებლობა. ეხლა ირანში მაგალითად ერთი თვის მანძილზე ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა მარტო ჰაერსაწინააღმდეგო პეტრიოტის სისტემების რაკეტები დაწვეს უფრო მეტი, ვიდრე 4 წლის მანძილზე ჯამურად მიაწოდეს უკრაინას. და ეხლაც აი ამ ღამეს ყველა ელოდება რა მოხდება და კაცი შვილმა არის ის მან საით წავა სიტუაცია ანუ და პრობლემა ის არის რომ ესეთი კონფლიქტების რაოდენობა აწი მოიმატებს ანუ სიტუაცია იმისკენ კი არ მიდის რომ აი ოდნავ გადავაგოროთ და ჩაწყნარდება არა კონფლიქტების რაოდენობა მოიმატებს და თუ მე საშუალება მექნება ავხსნი აი რო ვამბობთ რომ ახალი მსოფლიო წესრიგი იბადება რა მექანიზმია რომლითაც ეგ ახალი მსოფლიო წესრიგი იბადება მაგაზეც 1-2 სიტყვას ვიტყვი ჩემი აზრით ეგ არის მნიშვნელოვანი თუ გავარკვევთ რა მექანიზმებმა გამოიწვია ეს კონფლიქტები ეს არეულობა და რატო აღარ აყავს სოფლიას ერთი პოლიციელი და რატო ხდება გავლენის ზონების გადანაწილება და ეს ომები იმიტომ მოხდება რომ გავლენის ზონებს ვინაწილებთ მოდი მაშინ გავარკვევთ ეს ადგილი კონკრეტულად ეხა მეც პრეტენზია მაქვს მაგ ადგილზე და შენც და სამხედრო ძალით გავარკვევთ შენი გავლენის ზონა იქნება ეგ თუ ჩემი და რამ დაქოქა ეს ყველაფერი ჩემი აზრით ეგ თუ დღეს მოახერხე მე და ავხსენი ჩავთვლი რომ დღევანდელი გადაცემა ტყუილად არ ჩამიტარებია კარგით გურამ დაგიბრუნდით კარგი მე პირველ რიგში გამოვეხმაურები აი ჩემს წინ კი ბატონო და შემდეგ გამოსვლების გარკვეულ ნაწილს რაღაც ნაწილები მომეჩვენა რომ უბრალოდ ესე იყო ნასესხები უნებლიეთ იმიტომ რომ იმდენად არის საინფორმაციო ველი გაჯერებული რომ რაღაცნაირად მე ყურში მოგწონს ფრაზა ჯდება და მე ისე იმეორებ მაგალითად როცა ყველა პროზეა დამყოფი პირდაპირ არის ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე გამოვიდა პირდაპირ ჩამოაყალიბა ზუსტად ეს დოქტრინა რომ არავის
პრო არ უნდა ვიყოთ, უნდა იყო მხოლოდ ქართველი და ყველა დანარჩენი არის სხვა. ანუ 2021 წლის 5 ივლისს გავაკეთე მე განცხადება რომ მე ვარ ქართველი და არანაირი მაშას ადამიანი, ამიტომ ცოტა მაგ პრეტენზია რომ მაგ დოქტრინის შეგვიძლია გაინაწილოს რაღაც მითიური პროქართული არსებობს. სიამოვნებაში ყოველთვის არის ტყუილი, რომელიც მართლდება ადამიანზე ძალადობს. სიტყვის თავისუფლება. აბა ამიხსენი რა ეს. მისით არასრულებების დაცვა. სანამ პატარა რემარკას გავაკეთებ, ალიევის ვიზიტზე ნიშნება იყო და მე მინდა რომ აი ქართულ ოცნების მხარე შევახსენო რომ აი ეს თემა რომ დავით გარეჯი საქართველოა, ჩემთვის ეხაც საქართველოა, ოღონდ რატომღაც ეგ ჩაჩუმდა და ჩემთვის სასიხარულო იქნებოდა თუ ამ თემის წამოწევა მოხდებოდა ამ ვიზიტის ფარგლებში. შეიძლება ხა ოპონენტებმა მითხრან რომ მაგაზე მუშაობა მიდის ოღონდ საჯარო სივრცეში არ გამოდის. ოღონდ პრობლემა ის არის ძალიან დიდი ხანი გავიდა და ახალი არაფერი მაგაზე არ მოგვისმენია და მე მინდა რომ კიდევ ერთხელ შევახსენო ეს თემა, იმიტომ რომ რატომღაც გვერდზე გადაიდგა. თქვენ გჩვევიათ ეს რომ აი რაღაც არ უნდა გაგახსენდეს ეგ ვიზიტი. არა, როგორ არ უნდა გაგახსენდეს, მაგრამ როდესაც აქ ჩამოდის ილჰამ ალიევი, ეს არის სულთა არა, შანსი არ არის, ეგ არის პროვოკატორობა, ზუსტად მაშინ აკეთებ ამის განცხადებას, როდესაც წინა დღეს საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად და ქონდა ძალიან წარმატებული ვიზიტი და ეხლა აი ვამბობთ რომ აი იცი რა არის გუშინ წინ არ გახსოვდა არა მე ეგ სულ მახსოვდა და მე მაგას უამბობ უბრალოდ თქვენი პარტიის პოზიცია გავიგე რომ გარეჯი საქართველოა რო ამბობ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტისას ეგ თუმე პროვოკაცია პარტიის არა თქვენი პარტიის თქვენი პარტიის პოზიცია გასაგებია მას შემდეგ რაც თქვენ ყოველთვის იქ ეს ინვესტიცია იქნება არაბული ერთ-ერთი დეველოპერის თუ სხვა რაღაცა მაშინვე აკეთებთ იმას რომ აი ეს არ შეიძლება და სხვა შორის ძალიან საერთოდ ემთხვევა ხოლმე ნაციონალური მოძრაობის პოზიცია ნაცებადაც გაგვაფორმებს რა გაფორმება გინდათ კაცო ერთად გეგმავდით აქციებს და ჩემი გაფორმება რაში ჭირდება როდესაც ერთად გეგმავთ აქციებს ნაციონალური მოძრაობა და შეგიძლიათ რომ არ ჭირდება მაგას როცა ადამიანი იტყუება მე ხა მან ვერ შეკითხების ნაწილზე აუცილებლად. როდესაც ადამიანი ამბობს რომ ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად გეგმავდით. კი, არ გეგმავდით კაცო, რომელი აქცია ჩავდა აი ეხლა რომელი აქცია ჩავდა ნაციონალური არაბულ შემოსევაზე რომ ლაპარაკობდით, არაკეთებდით კაცო. რა კაცო, კორექტულად და ერთმანეთს. მაგ თემაზე აგრძელებთ ჩემას. რას აგრძელებთ? იმის მერე რატო აღარ ამოიღეთ? არა, მოვიღეთ კაცო, ხმა მაგაზე მუშაობთ სულ. მაგაზე აქციები კიდე იქნება და კიდე ერთი რაღაც. ჩვენ მაგაზე ნაცებმა მაგაზე დაიწყეს ლაპარაკი. ბატონებო, დაუბრუნდეთ დისკუსიას, დაუბრუნდეთ იმ თემას, რომელ თემაზეც დავიწყეთ საუბარი. ბატონო, ესე იგი, მე დავასრულე. ეგეთი რაღაცა დაბრალება რა შეიძლება? არავინ არაფერს არ გაბრალებს. თეთრს რო ეუბნები ადამიანს. თქვენ არავინ არაფერს არ გაბრალებს, ყველაფერი იცის შეიძლება. ძალიან დიდი ბოდიში, ძალიან დიდი ბოდიში. მე დავასრულე მაგას ნამუსთან არაფერი აღარა. ხა მოდი ვისაუბროთ იმაზე, ქრისტიანული ევროპა და ჩვენ რომ მაგისი ნაწილი ვართ. სინამდვილეში საქართველო ევროპული ცივილიზაციის ნაწილი არ არის. საქართველო არის ევროპასა და აზიას შორის მდებარე ქვეყანა, რომელშიც ორივე ცივილიზაციის ელემენტები თან არსებობს. ეგ ერთი. ეხლა თვითონ ევროპა პოსტქრისტიანული ცივილიზაცია. რატო? იმიტომ რომ ის პოლიტიკური და სოციალური აზრი, რომელმაც მან გაიმარჯვა, არის პირველი ჰუმანიზმის იდეებზე, როცა ღმერთის ადგილი ადამიანმა დაიკავა, როცა იერარქიაში რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ღვთაებრივის ადგილი ჩაანაცვლა ადამიანმა, ოღონდ ვერავინ ვერ ახსნა ამ ადამიანს თავისთავადი ღირებულება ღმერთის გარეშე რატო აქვს, ეგ ერთი პრობლემა არის და ნიცშეს ის ცნობილი ფრაზა რომ ღმერთი მოკვდა, ეგ ნიშნავდა, რომ საზოგადოება, რომელშიც ის ცხოვრობდა, იქ ღმერთის იდეა მოკვდა და რაღაცა სხვა იდეებმა ჩაანაცვლა და თუ ვინმე საინტერესებს მართლა ეხა რა ფილოსოფიური დღის წესრიგი ცხოვრობს დღეს დასავლეთი,
მაგას ფილოსოფიურად ქვია ეგზისტენციალიზმის ფილოსოფია, სადაც ნათქვამია, რომ ცხოვრებას აზრი არ აქვს და ყველამ თვითონ უნდა მოიგონოს რაღაცა თავისი ცხოვრების აზრი. საქართველოს მაგ პარადიგმაში არ ცხოვრობს. საქართველოს ცხოვრობს იმ კულტურულ პარადიგმაში, სადაც ღმერთი არის უმაღლესი ღირებულება და დანარჩენი ყველაფერი, აი, გინდა ილია ჭავჭავაძის ფორმულა ღმერთის სამშობლო, უკაცრავად ენა მამული სარწმუნოება და გინდა ილია მეორის ფორმულა ღმერთის სამშობლო ადამიანი, რომელიც იერარქიულად არის დაალაგებული. გამომდინარეობს მაქედან სამშობლოს და ადამიანის ღირებულება ჩვენ გამოყვავს აბსოლუტიდან. ამიტომ სხვადასხვა ცივილიზაციურ პარადიგმაში ვცხოვრობთ. და აქედან გამომდინარე პოსტ ქრისტიანული ევროპის ნაწილად მე არ ვთვლი თავს. მე ვთვლი, რომ საქართველოს თავისი გზა აქვს, თავისი კულტურული გზა. მე არც იმას არ ვთვლი, რომ ქრისტიანობა უდრის ევროპას, იმიტომ რომ რაღაცა პერიოდი ევროპა მართლა იყო ქრისტიანობის ერთ-ერთი ფორპოსტი, ოღონდ არა ერთადერთი. ქრისტიანობა არც ევროპაში დაბადებულა, აზიაში დაიბადა და მისი გავრცელების უდიდესი ნაწილი 4 ძირითადი ის რო იყო, ერთი იყო მარტო რომში, დანარჩენი კონსტანტინოპოლი იქნება, ალექსანდრია თუ სხვა იერუსალიმი ყველა არა ევროპულ ნაწილში მდებარეობდა. ამიტომ გინდა გეოგრაფიულად, გინდა პოლიტიკურად არ არსებობს მაგალითად მსოფლიო ისტორიაში ეგეთი მომენტი, როცა გერმანელები, ფრანგები და ინგლისელები რუკას უყურებდნენ, საქართველოზე თიცადებდნენ და უი ეს ევროპა არის. ეგეთი მომენტი არ არსებობს ოღონდ ისტორიაში. ამიტომ ჩვენ უნდა დავანებოთ თავი არასრულფასოვნების კომპლექსის კულტივირებას საქართველოში, რომ აი ვიღაცას მივეკედლოთ. საქართველოს აქვს თავისი გზა, აი ამ ორ ცივილიზაციურ პარადიგმას შორის არსებობდა სულ ორივეს კომპონენტები არის ჩვენში და მოდი ეხლა რაღაცებს ვიტყვი კიდე კონკრეტულ, ეხლა ხო რაღაცა ზოგადი იყო, მოდი კონკრეტიკაზეც გადავალ, რომ არ დამწამო. შენ ძალიან გიყვარს მაგალითად სიტყვის თავისუფლების არგუმენტის მოყვანა, ხო? ძალიან ცნობილი სტატისტიკაა, ეხლა მაყურებლებმაც შეიძლება რომ შევიდე ინტერნეტში და გადაამოწმონ. ინგლისში ბევრად უფრო მეტი ადამიანი არის დაკავებული ინტერნეტში კომენტარების გამო, ვიდრე რუსეთში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ვაიმე რუსეთი რა კაია და მაგის სტანდარტი მინდა. მე იმას ვამბობ, რომ იგივე დაავადებები, რაც ამ ავტოკრატიებს ჭირთ, ზუსტად ეგეთივე დაავადებები ძალიან ისე ხოშიანად ამათმაც აითვისეს. და აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ მოდი ჩვენი გზა ვეძებოთ და ყველა სხვა აქტორს, ამერიკა იქნება, ევროპა იქნება, რუსეთი იქნება, ჩინეთი იქნება, ამათ უყუროთ არა როგორც ვიღაცას, ვისი ნაწილად გახდომაც გვინდა ჩვენ, არამედ აი ეს პრაგმატულად ამისგან რისი აღება შეიძლება, უსაფრთხოება პოლიტიკური, სამხედრო თანამშრომლობა არის, არ არის, ეკონომიკური მომენტი არის. აქედან გამომდინარე, ჩემი თეზისი დაიყვანება მარტივ რაღაცამდე. საქართველოს ევროპა არ არის, საქართველოს არის კავკასია. ევროპა ქრისტიანული ცივილიზაცია აღარ არის. ჯერ ქრისტიანული რო იყო, მანდაც პროტესტანტული და კათოლიკური იყო, ჩვენ მართლმადიდებლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ, მაგრამ ეგეც რო ჩავკეთოთ, ეხა საერთოდ აღარ არის პოსტქრისტიანული ცივილიზაცია და აქედან გამომდინარე, ვინ ვართ ჩვენ, მაგ კითხვაზე პასუხი არის, მე ვარ ქართველი და არაფერი მაშასადამე მაგას არ ჭირდება და დანარჩენი ვისთან როგორ უნდა ვივაჭროთ რა, დავალაგოთ, ეგ უბრალოდ რეალ პოლიტიკის საქმე. კი ბატონო, ბატონო ზურაბ, შეკითხვების ნაწილზეც რომ გადავიდეთ, თუ კი რა თქმა უნდა სტუმრებთან გაქვთ შეკითხვები, შეგიძლიათ პარალელურ რეჟიმში დაასვათ ერთ-ერთთან. მოდი ერთ რაღაცას დავაფიქსირებ, რომ პირველ რიგში კარგია, რომ ძირითადი საუბარი უკვე რეალ პოლიტიკის პარადიგმაში მიდის და არა ეს მინდა ის მინდა ტიპის განცხადებებში, რაც ქართული პოლიტიკისთვის უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია. და მე მინდა ახლა ერთი რაღაც შემოვიტანო ამ ჩვენს დიალოგში, რომელიც არ გაჟღერებულა, აი როცა საუბრობდით, რომ კი აქვს სხვადასხვა მოთამაშეები არიან, ბალანსი და ასე შემდეგ. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ერთი ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი საკითხი საქართველოსთვის. ის, რომ საქართველოს 20% არის ოკუპირებული. ანუ ჩვენ ის მოცემულობა კი არა გვაქვს, რომ უბრალოდ ვართ სადღაც და გარშემო დიდი მოთამაშეები არიან. ამას უნდა დავამატოთ ის ფაქტი, რომ საქართველოს ორი რეგიონი, ეხა ვიღაცას აქვს
წართმეული ძალით. და თუ ჩვენ ახლა იმ პარადიგმაში ვსაუბრობთ, რომ ამისი უკან დაბრუნების თემა ჩავხსენით და რაღაც გაურკვეველი დროით გადავდეთ, ეგ ერთი მოცემულობაა. მაგრამ თუ ჩვენთვის რეალური ამოცანა არის ახლა რაღაცა დათვლად პერსპექტივაში აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება, მან არსებობს სულ ორი მოქმედების ალგორითმი. ეგ რაც კაცობრიობა არსებობს ორი მოქმედება. არის ძალით და არის დიპლომატიით. ძალით რო არ გამოვა, მე მგონი მაგაზე ყველა შეთანხმდა უკვე. აქედან გამომდინარე, აი ამ ლავირების თემას, რასაც ქართული ოცნება ამბობს, აუცილებლად უნდა დავამატოთ ეგ კომპონენტი, რომ ლავირება გასაგებია, მაგრამ ჩვენ თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიმართულებით კონკრეტული ჩვენი მთავარი ეგზისტენციალური მტრის მიმართ არ დავიწყეთ აქტიური მუშაობა ამ მიმართულებით, ზუსტადაც ამაზე საუბარი, ეგ იმდენად გაიწელება, რომ მაგალითად აი ჩემს მერეთაობა უკვე გაიზარდა ხალხი, რომელსაც თვალით არ უნახია არც სამაჩაბლოს ტერიტორია და არც აფხაზეთი, უბრალოდ ესე ახსოვს და რაც უფრო მეტი ეგეთი თაობა მოდის და რაც უფრო ის ძველი ხალხი, რომელსაც იქ თავისი კერა ეგულება, მიდის სამწუხაროდ, მით მეტად რთულდება ამ თემაზე რაღაცის გაკეთების შანსის გამონახვა. ამიტომ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც აქ ვისაუბრეთ, კრიტიკულად აუცილებელია პირველი ეს ფაქტორი მსჯელობაში შემოვიყვანოთ და მეორე ამის გათვალისწინებით პროაქტიული მოქმედებები განვახორციელოთ. კი ბატონო ბიძინა, თუ კი გაქვთ რა თქმა უნდა შეკითხვა, შეგიძლიათ მიმართოთ შეკითხვით გადაცემის ნებისმიერ მონაწილეს. არ მქონდა შეკითხვა, მაგრამ სპონტანურად ამებადა ეხლა. კი ბატონო, აი, როდესაც ზურა ამბობდა, რომ ეს ორი არსებობს, ან ბრძოლით, ან დიპლომატიით, არსებობს ასევე სტრატეგიული მოთმინებაც. და ეს სტრატეგიული მოთმინება არანაკლებად გამოცდილი და კარგი არაღია, ვიდრე ან ერთი და ან მეორე. იმიტომ რომ რა მოიტანა აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ამ ჩვენმა საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური იმების მოქმედება ვნახეთ ჩვენ რა. ეხლა მე მაქვს შეკითხვა. აი, როცა თქვენ ამბობთ, რომ ეს დღის წესრიგი რატომ მოიხსნა? თქვენ ხო ამბობდით, რომ ჩვენ ამას დავაბრუნებთ დღის წესრიგში და თქვენ იქ შეხვდით კიდევაც რუსეთში რომ დადიოდით ვიღაცებს. მე მაინტერესებს აი შეკითხვა მაქვს, ვისგან ქონდა თქვენი ლეგიტიმაცია რომ მიდიოდით და ელაპარაკებოდით და რას მიაღწიეთ ამ მოლაპარაკებით და ისევ თვლით თუ არა, როგორც თქვენ განცხადებებში იყო, რომ ამ პრობლემის გასაღები არის რუსეთში. მხოლოდ რუსეთში. კი ბატონო, პასუხობს. პირველი, ვისაც ახლა ეგ ტერიტორიები წაღებული აქვს, თუ დიპლომატიის გზას მივყვებით, მაგათთან უნდა ვილაპარაკოთ და კი გასაღები მანდ გამოდის. თუ სამხედრო გზას მივყვებით, თქვენ პასუხის მოსმენა თუ გინდათ, არა, თქვენ ვინ მოგცათ ლეგიტიმაცია, იმას გეკითხებით. პასუხის მოსმენა თუ გინდათ, მაცალეთ აგიხსნით. პირველი, თუ გვინდა რომ დიპლომატიის გზას გავყვეთ, კი მანდ არის. მეორე, ვინ მოგცა ლეგიტიმაცია? მე ხო ვარ პოლიტიკური პარტია. მე როგორც პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პარტია, როცა მაგას ამბობთ. პოლიტიკური პარტია ვიყავით. არ იყავით რეგისტრირებული. პოლიტიკური პარტია რეგისტრირებული იყო, მე არჩევნების წინ ამათმა გაგვიუქმეს, ეხა თავიდან დავარეგისტრირეთ. მაშინ პოლიტიკური პარტია საჯარო რეჟიმში რეგისტრირებული ვიყავით. ეგ ერთი. ეხა მეორე, ბევრ რაღაცას არასწორას ამბობთ ჩვენზე, წინაზეც გავიხსენეთ, მაგრამ მოდი ეხა მივყვეთ ნაბიჯ-ნაბიჯ. მე როცა ვარ პოლიტიკური პარტია და როცა ვამბობ, რომ ჩემი პოლიტიკური ყველა პარტიას აქვს მაგის ლეგიტიმაცია. მე გეკითხები თქვენ. ასეთ საშუალება რომ პასუხი მოვისმინოთ. მაშინ ვილაპარაკეთ. არა, პასუხს არ იძლევა პასუხს. უბრალოდ თქვენ არ მოგწონთ, მე გეკითხები თქვენ ვინ მოგცათ ლეგიტიმაცია და თქვენ რაღაცას ყვებით. იმიტომ გასწორებასაც მაცალე. გავიგე რომ კი ბატონო, ზარაგო, მაგრამ მაცალე. ვიპასუხეთ კითხვა. პირველი, მე როგორც პოლიტიკურ პარტიას ხომ აქვს ჩემი დღის წესრიგი და ვამბობ, რომ საჭირო არ დიპლომატია. ვინც მე ხმას მაძლევს, იმათთან მივდივარ და ვამბობ, ხალხო, რო იცოდეთ მე, როგორც პარტია, რომელიც თვლიდა დიპლომატია საჭიროა, მივდივარ ხა რუსეთში, იქ არის დაუშვათ ევრაზიული კავშირის მინისტრი, რომელთანაც მე ხა იქ საუბარი მექნება ეკონომიკურ თემებზე, რამდენად შეიძლება რომ ეკონომიკური კუთხით საქართველოს და რუსეთს შორის რაღაცები გამოსწორდეს. ჩავედით, ჩავატარეთ შეხვედრა
მერე დავდეთ რომ აი ამაზე გქონდა შეხვედრა, ამაზე ვილაპარაკეთ, ხალხო რო იცოდეთ, ჩვენი პოლიტიკური პარტია, რასაც ვამბობთ, რომ ჩვენი პოლიტიკა არის, იმას ვახორციელებთ. ლეგიტიმაცია იმას, რომ სადღაც ჩახვიდე და ადამიანებს ელაპარაკო, ეს საკმარისია. მე რო ვიყო ხელისუფლება, მოგცეთ ლეგიტიმაცია. მე რო ვიყო ხელისუფლება, იქ უკვე დავუშვათ გაუშვებდი ელჩს, მაგრამ მე რახან პარტია, რომელიც ვამბობ, რომ საუბარი საჭიროა და სხვათა შორის დავამატებ კიდე. მაგ ჩემი ვიზიტების მერე რაღაცეები რო დაალაგდა, მათ შორის ქართული ოცნების პირობებში, მაგალითად ფრენები, მაგალითად რაღაცა ეკონომიკური აქტივობები. ხო, ანუ რაზეც მე იქ საუბრობდი, ეგ რაღაცეები როგორც ჩანს საჭირო ყოფილა და დაალაგდა. ესე იგი, სუდ რაღაცას მაგ ვიზიტით არ ვაკეთებდი. ეგ არის მეორე მომენტი. ეხა მესამე მომენტი რა. სტრატეგიული მოთმინება, რაც თქვენ ახსენეთ. სტრატეგიული მოთმინება თუ იწელება უსასრულოდ, ეგ სინამდვილეში მე მიგიყვანს იმ მოვლენებამდე, რომ როგორც ეხლა ჩვენს გულებში კი არის ტავოკლარჯეთი, მაგრამ ისე წავიდა პოლიტიკური რეალობები, რომ ვიღაცეებმა მე გადაალაგეს და ეხლა რომ იცვლება მსოფლიო რეალობა, შეიძლება აქაც რაღაცეები გადაალაგონ და ცოტა ფეხზე იკიდებენ საერთაშორისო სამართალს. ჩვენ თუ ზედმეტად გავაჭინაანურებთ ამ სტრატეგიულ მოთმინებას, შეიძლება მოკავშირეებს, ვისაც ვეძახით, იმათაც ცოტა ფეხზე დაიკიდონ მე ეგ მომენტი და სხვა რეალობაში აღმოჩნდა, მე ამისი შიში მაქვს და მე ამას უდგები ისე და თუ გულწრფელი პოლიტიკური პარტია ხარ, რასაც ამბობ, იმას უნდა მიყვებოდე. შეიძლება ვიღაცა თulides რომ არ არის საჭირო საერთოდ ლაპარაკი და მაგას უნდა მიაწვეს ის პოლიტიკური პარტია, მაგრამ როგორც არა თანმიმდევრულობაში და არა გულწრფელობაში ვერ დაგვდეთ ბრალს. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენი არის ჩვენი ამორჩევლიდან. მარტივად საქართველოს აუცილებლად ჭირდება ახლა ისეთი ოპოზიცია, რომელიც პროაქტიული ქმედებების კუთხით გააკრიტიკებს ხელისუფლებას, იმისთვის რომ რაღაცეები რაც უგსაობს და ჩემი აზრით გასაკეთებელია, მაგრამ დრო იკარგება და აქტიურად არ მოქმედებს მაგაზე, რომ ხელისუფლებას მიაწვეს ეგეთი ოპოზიცია საჭიროა, ჩემი აზრით და რაც უფრო მალე მორჩება ეს რაღაცა ბოიკოტის რეჟიმი და აქტიური პოლიტიკის რეჟიმი გადავა დიალოგზე და ამ ესეთ რაღაცებს გამოზე მით უკეთესი იქნება ქვეყნის ეგეთი ოპოზიცია უბრალოდ ოპოზიცია ჭირდება 800.000 დიალოგი არის ალტერნატივა და რა თქმა უნდა ძალიან დიდი მნიშვნელობა გადაცემა უნდა დავასრულოთ ბატონო გურამ ქუჩაში დგანან აი ეგ აღარ უნდა იყოს ამისთვის მოუწევთ რომ დღეს დაიწყოს სწორი ნაბიჯების გადადგმა აი ეგეთი უპასუხისმგებელი ოპოზიცია კი არა ანაკლიას ტრამპის სახელი დავარქვათ ზანგეზულება რა ჩემი აზრით ეგ თქვენი პოლიტიკური სერვის ჯგუფი მგონია როგორც ბუა რომელსაც ყველა არჩევნების ვინაუნებოდა ის ეგ როგორც ხალხი როგორც ოპოზიცია არასდროს არ ივარგებს არც ძალიან დიდი მადლობა უღრმესი მადლობა ბატონებო საინტერესო დისკუსიისთვის, სტუმრობისთვის, საკმაოდ აქტიური პოზიციებისთვის. სამომავლოდ რა თქმა უნდა არაერთხელ შეხვდებით ამ სტუდიაში. ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ბიძინა გიორგობიანი, გურამ ნიკოლაშვილი, სანდრო რაქვიაშვილი და ზურაბ მახარაძე.